პირველი დილის სხივები ფარდებიდან იპარება. შენი ერთჯერადი ტელეფონი ტუმბოზე ვიბრირებს. რენატა, შენი შეყვარებული, ფხიზლად წევს და ჭერს უყურებს. თვალები ფართოდ აქვს გახელილი. შეხედავ ტელეფონს, შეთქობინება თვალებს გткენს. დილის 7. არ დააგვიანო. ღრმადის უნთქავ და რენატას გადახედავ. გუშინ საღამოს დაგემუქრა, რომ დაგტოვებდა თუ კარტელებთან ისევ დაიჭერდი საქმეს. მაგრამ რა არჩევანი გაქვს? შენი 3 თვის შვილი იზაბელა საწოლში მშვიდად წინავს. ძლივს ახერხებ მის გამოკვებას და საფენების ყიდვას. ბის ყიდვას ახლა კი ქირაზეც ვედარიხდი. ერთ კვირაში შეიძლება გაგასახონ, სხვა გზა არ გაქვს. უნდა წავიდე, ეუბნები რენატას. ის არ გისმენს და გვერდს იცვლის. იცის როგორ გაგრძელდება ყველაფერი და მართალიცაა. სულ 12 წლის იფავი, როცა პირველად კარტელისთვის დარაჯად იმუშავე, დაახლოებით 5 წლის წინ. ერთი კვირის უბრალო თვალთვალისთვის $150 გადაგიხადეს. ფალკონე, რომელიც ჭრდილებიდან აკვირდება. ეს დიდი ფული იყო ბავშვისთვის, მაგრამ დაიფიცე, რომ ამას აღარასდროს გააკეთებდი. რამდენიმე თვე საკმარისზე მეტი აღმოჩნდა. ის სხვა დარაჯი ბავშვები საშიშები იყვნენ, სულ მეთამფეტამინზე იყვნენ, ხელში ავტომატები ეჭირათ. კარგი კომბინაცია ნამდვილად არ იყო. ყველა მათგანი არ იყო შეშლილი. რამდენიმე შენსავით იყო. ფულის უმეტეს ნაწილს მშობლებს აძლევდნენ. შენი ორივე მშობელი ახლა აღარ არის. დედა კერდის კიბო, მამა შახტაში დაიღუპა. ეს კარტელის მიერ მართული ოპერაცია იყო. ანაზღაურება 0. მედია ამას კარტელის დივერსიფიკაციას ეძახის და არ ცდებიან. ძველი დრო აღარ არის. ეხლა თითქმის ყველაფერში არიან ჩართული. ეს სახიფათო გზაა. თავიდან მხოლოდ მეთოყურეობაა. ამის შემდეგ გატაცება და მკვლელობა და ელ ნინიო სიკარიო, ბავშვი მკვლელი. ბავშვები ადვილად манипуლირებადები არიან. ისინი ბრძანებებს ასრულებენ. შენ ეს საკუთარი თვალით გინახავს. ისინი აბსოლუტურად დაუნდობლები იქნებიან ერთი შეკებისთვის და ცოტა ფულის სანაცვლოდ. ვერ ხვდებიან, რომ მარტივად შესაძლებლები არიან. შენ აღებ წინაკარს, სინათლე ავსებს საძინებას. ბოლოს კიდევ ერთხელ უყურებ იზაბელას. ხელი გეჭირება სახელურზე. თითქმის გასული ხარ კარში. დიეგო, რენატას თვალებში ცრემლია. ლოკები აწითლებული აქვს. ზუსტად ისე, როგორც გუშინ უთხარი. მხოლოდ ერთი საქმე დამორჩა. ეს ქირის ფულს გადაიხდის და ცოტა დროს მოგცემს, რომ სამსახური მოძებნო. მიყვარხარ, გიჩურჩულებს ის. ეს იყო ყველაფერი, რაც უნდა გესმინა. გარეთ გადიხარ და იყინები. შავი Toyota Hilux უკვე გელოდებათ. ძრავა ჩარცულია. 7-ზე გითხარი, ღრიალებს მძღოლი. აუდათ უფროსია. 7-ის 2 წუთია. შენ იცი, რომ არ ღირს პასუხის დაბრუნება. გვერდით სავარძელში ვიღაც ზის. ეთყობა ძალისმიერი კაცია. სახეზე ნაიარევები აქვს, კისერზე ტატუები. არც ღიმილია, არც დილამშვიდობისა. ტელეფონს გისვრის კალთაში. კიდევ ერთჯერადი. გეუბნებიან, რომ დღეს მნიშვნელოვანი საქმეა. კარგად გააკეთებ და შეიძლება დაწინაურდე. მათთვის არ გითქვამს, რომ ეს ერთჯერადია. ამას ვერასდროს გაბედავდი. დაახლოებით 30 წუთის შემდეგ გვერდით მჯდომი ბიჭი ბრუნდება. ტელეფონს იღებს და პირდაპირ შენ გიშვეს. გაიღიმე და ტელეფონი დააწკაპუნებს. ამბობს, რომ ეს მათი დასაქმების ჩანაწერებისთვისაა. ორივე ითქავს სიცილს, თითქოს ეს მხოლოდ მათთვის გასაგები ხუმრობაა. შენ გითხრეს, რომ ეს მეთვალყურეობის საქმე იყო. ელოდები, თვალებს არ ხუჭა. ზუსტად ისე, როგორც 12 წლის ასაკში აკეთებდი. მაგრამ ამჯერად უფრო მეტი ფულია ჩართული, $400 დღეში. მათ სჭირდებოდათ უფროსი ბავშვი, ვიღაც გამოცდილებით. დღეს ეს სერიოზული საქმეა. გაგიშვეს საცხოვრებელი ქუჩის ბოლოში, ზიდგადამწვარი სახლების რიგთან. ყველა ფანჯარაზე გისოსებია. სრული სიჩუმეა. მხოლოდ სადღაც ღობეს მიღმა დაბმული ძაღლი ხებს. ქუჩის გადავმა ქალი გამოდის პატარა ბიჭთან ერთად. ის ჩერდება ძველ ნაცემ ჰონდასთან. გიყურებს შენ, მერე კი სატვირთოს და სწრაფად იშორებს თვალს. სწრაფად სვამს შვილს უკანა სავარძელზე. მისი მოძრაობები დაძაბული და ჩქარია. თვალებს არაშორებს ტროტუარს. ყველგან იყურება, ოღონდ შენზე არა. ძრავა იკოკება და მიდის. ის განძრა ხაბრუნებს სახეს საპირისპირო მიმართულებით. ტატუებიანი ბიჭი გეუბნება, რა უნდა გააკეთო. თუ მანქანა სახთან გაჩერდება, ფოტო უნდა გადაიღო და შემდეგ ერთი ტირილის ემოჯი გააგზავნო იმ ერთადერთ ნომერზე, რომელიც იმ ერთჯერად ტელეფონშია შენახული. სულ ესა, არ უნდა გაინცრე, არავის დაურეკო, არ გახვიდე. რა უნდა იყოს ამაში რთული? კაცები მიდიან, შენ კი მარტო რჩები ქუჩაში. უცებ ჰაერში რაღაც იცვლება. გრძნობ, რომ ყველას თვალები შენზეა. თითოეული გისოსიანი ფანჯრიდან გიყურებენ. 1 საათი გადის, არაფერი ხდება. მზე მძიმედ გეცემა სახეზე. არც მანქანა, არც ხალხი. მერე კი ზარის ხმა გესმის და ლამის კანიდან ამოხდი. ნაყინის ურიკა, რომელსაც მოხუცი კაცი ბეისბოლის ქუდით აწვება. ერთ-ერთი სახლის ფარდის უკან სახე გამოჩნდება და მაშინვე ქრება. ზარი ისევ რეკავს. ნაყინის კაცი შენ გხედავს. მისი ხელი ზარს ურტყამს და აჩერებს. შემდეგ ურიკას აბრუნებს. რაღაც რიგზე არ არის. ფულზე ფიქრობ, იმ $400-ზე. 11 საათი და 17 წუთია. ისევ სიჩუმეა. და მერე შორიდან მანქანის გარის ბრახუნი ისმის. გაისმის გასროლა. მერე კიდევ ერთი. სულ რამდენიმე ქუჩის მოშორებითაა. პანიკა გიპყრობს. უნდა იმოძრაო, გაგზავნო შეტყობინება, კიდევ ერთი გასროლა. და შემდეგ ძრავის ხმაური.
გული გიცემს, საბურავების ჭრიალი ისმის. შავი Toyota Hilux მოულოდნელად მოხვევს კუთხეში და პირდაპირ შენსკენ მოდის. ჩაჯექი. ოფლი ჩანჩამოსდის სტატუიან ბიჭ შუბლზე. შენს თვალს მის კალთაში დადებული პისტოლეტი ხვდება. უკანა სავარძელზე ჯდები, გული ისევ ძლიერად გიცემს. ძრავა ღრიალებს, როცა Hilux სწრაფად მიდის. ფად მიდის, საბურავები ასფალტზე ჭრიალებს. კარგად გააკეთე, ამბობს ის, როცა ქუჩიდან გასული ხარ. არაფერი გაგიკეთებია, მაგრამ რატომღაც გონია რომ გააკეთე. მაინც $400 ისე გაძლევენ, თითქოს არაფერია. გზის პირა ტაკოს ჯიხურთან ხარ, სადღაც გადაკარგულში. კაცები ზეიმის განწყობაზე არიან, იცინიან, თვალები ტელეფონის ვიდეოზე აქვთ მიყინული. ძღოლი შენ კენწევს ტელეფონს. ქუჩაში კაცის დახრეთის ვიდეოა. არ ამბობენ ვინ არის, მაგრამ იცი რომ მნიშვნელოვანი ადამიანი იყო. დღესდღეობით კარტელები ასეთ ვიდეოებს Facebook-სა და TikTok-ზე ავწელებენ. მკვლელობა გასართობად და რეკრუტირების იარაღად იქცა. და ამ წუთას შენ ხელში გაქვს ამის მტკიცებულება. მესიჯი შენნაირი ბავშვებისთვის ნათელია, მოკალი და შენს ცხოვრებას აზრი ექნება. სტატუსი, ფული, ოჯახი. ერთხელ წაიკითხე, რომ ახლა შენს ქვეყანაში 30,000 ბავშვი მუშაობს კარტელებისთვის, ყველაზე დაუცველები. და რატომღაც ამაში შენც შედიხარ. თუ არჩევანი გაქვს სოფლის მეურნეობასა და მძიმე ფიზიკურ შრომას შორის რამდენიმე $1 დღეში, შენ კარგად გესმის ეს არჩევანი. და თუ დაგიჭერენ, არასრულწლოვანთა სასამართლოში გაგასამართლებენ. სწორედ ამიტომ ბავშვები არიან ახალი სამიზნე. ეს ბიჭები შენ სახთან ახლოს, დაახლოებით 2:30-ზე გაგიშვებენ. ტელეფონი დაიტოვე, გეუბნებიან ისინი. შენ იწყებ იმის თქმას, რომ არ დაგჭირდება. მძღოლი ხელის მოძრაობით გაჩერებს. $400 მაგი დაზედებს. რენატა იძულებით იღიმის, მაგრამ მისი თვალები ისევ შენს ხელში არსებულ ტელეფონზე ეშვება. მას არ მოსწონს, რომ შენ ტელეფონი დაიტოვე და არც შენ მოგწონს ეს. 3 საათი და 10 წუთია. ტელეფონი ზუზუნებს მაგიდაზე, გადაუხტელი ანგარიშების გროვის გვერდით. რენატა თავს აქნებს, ჩუმადაა. შენ ვერც კი უყურებ მას. შეგიძლია არ მიაქციო ყურადღება. შეიძლება ასეც მოიქცე, მაგრამ ბოლოს მაინც ნებდები. 30 წუთში გარეთ დაგელოდებით. არ დააგვიანო. უბრალოდ აბრუნებ ტელეფონს და ეუბნები, რომ დაკავებული ხარ. რენატას არ ჯერა. ამჯერად უკანა სავარძელზე კიდევ ერთი ბავშვია. მეზობლად იცნობ მას. არ იქნება 13 ან 14 წელზე მეტი. მისი ორივე მშობელი ნარკომანი იყო. ის აღელვებულია, კბილით ჩაჭერს. თითქმის გეშვება, რომ ის ვერ გწნავს, მაგრამ პრობლემა არსებობს, ამბობს მძღოლი. დიდი პრობლემა. ცდილობ უთხრა, რომ აღარ ხარ ამ საქმეში, მაგრამ გაწყვეტინებს. უკვე გვიანიანია ამისთვის. ხვალ შეგიძლია თავი დაანებო. ის ახლოს მოდის. ქალი, რომელიც დილით იმ ბავშვთან ერთად იყო, ყველაფერს ხედავდა, ყველა სახეს. ის კაცი, ვინც მოკლეს, კარტელისგან მოსკიდული პოლიციელი იყო და ის ჩაიშვა. და ეს მისი ბრალი იყო. მაგრამ ეხლა ის პოლიციაში წავიდა. დეპარტამენტის შიგნით არსებული წყაროს თქმით, ქალი მოწმედ გამოდის. მან ყველა დაინახა, ესე იგი შენც. ბოლო დროს ძალიან ბევრმა დაიწყო ჩაშვება. ეს ცუდად აისახება ბოსზე. წესრიგის გარეშე მთელი სისტემა ინგრევა. შენ ძველ სკოლას გვერდით უბლი. ბავშვები და მშობლები სათამაშო მოედანს ტოვებენ. ზოგი ჩერდება ჯიხურთან, სადაც მოხუცი ტოსტატებს ყიდის. ესაა ყველაფერი, რაც გინდა. მამა, რომელიც თავის ქალიშვილს სკოლაში მიაცილებს. ნორმალური ცხოვრება, რომელიც შენ არასდროს გქონია. მე მას არაფერს ვამნებ. ტატუიანი ბიჭი ისევ გზას გიჭრის. აღარ დაგჭირდება. ის თავს უკნევს შენს გვერდით მჯდომ ბიჭს, ახალგაზრდა სიკარიოს. შენ მხოლოდ გასაქცევი მანქანის მართვა გჭირდება. უნდა გადაიღო აღსრულება ერთჯერადი ტელეფონით. ეს ჩვეულებრივი ლიკვიდაცია არ არის, ეს განცხადებაა. წესრიგი უნდა აღდგეს, ღიად, ძალადობრივად, სპეციალურად შექმნილი, რომ ვირუსულად გავრცელდეს. ზუსტად ის ეფექტი, რაც მათ სურთ. შენი გვერდით მჯდომ სიკარიოს ჯერ კიდევ არაფერი უთქვამს. ის გამოიყენებს უზის ტიპის ავტომატს. ყველაფერი უნდა გამოიყურებოდეს საშიშად, დრამატულად. შენ თავს აქნებ უარყოფის ნიშნად. ეს შენ არ ხარ. დატატუირებული ბიჭი უყურებს შენს თვალებში, შეურყევლად. რენატა და იზაბელა როგორ არიან? გეკითხება ის. ეს თითქოს მუცელში მუჩტის დარტყმას გავს. ამჯერად ეს $500 და არც კი გჭირდება სასკლეთის გამოჭერა. ქალაქიდან დაახლოებით 1 საათის სავალზე ხარ, მანქანის შეცვლას აპირებ, როცა დატატუირებული კაცი პატარა ფიალას იღებს. პატარა კოს ცხვირთან გიჭერენ. მინისებრი მწველი სუნი, ალბათ მეტამფეტამინი. ნარკოტიკებს არ ირებ, მაგრამ ეხლა ირებ. ეს ეფექტი საათობით გაგრძელდება. თავს ეუბნები, ეს რეალური ვერ იქნება. მანქანაში მხოლოდ შენ და კიდევ ერთი ახალგაზრდა ბიჭი ხართ. ის ლაპარაკს არ წვეთს. მიგელი ამბობს, სასიამოვნოა შენი გაცნობა. ის ნამდვილად ვერ გახსენებს. გეუბნება, რომ ეს მისი მერვე მკვლელობა იქნება. ამბობს, რომ ყოველ ჯერზე უფრო მარტივია. თითოეულზე $750 იღებს. ამჯერად 1000, რადგან ის მაღალი პრიორიტეტის მკვლელობაა. ენდობიან, სანდოა. და ეს მის ძველ სამსახურს სჯობს. ანდრე პომიდრებს კრეფტა დრეში $6, 10 საათი მზეზე. მუშაობა მხოლოდ 9 წლის ასაკში დაიწყო. ზუსტად ისე, როგორც კიდევ 2.1 მილიონი მექსიკელი ბავშვი, რომლებიც არალეგალურ მძიმე შრომაში არიან ჩართული. გეუბნება, რომ კარტელი მაშინ იპოვა, როცა მეგობართან სახლში ვიდეო თამაშებს თამაშობდა. ღამის 3 საათზე ვირაცა მათ თამაში ღონისძიებაზე მიიწვია ფულის დაპირებით. ბიზნესი აშეტეშოს საზღვარზე არასდროს ყოფილა ესეთი წარმატებული. მხოლოდ ნარკოტიკებისთვის ყოველწლიურად $5-დან $39 მილიარდამდე გადის.
კიდევ 1 მილიარდი დოლარი მოდის ადამიანების კონტრაბანდიდან და ეს ძალიან დიდი ფულია. კარტელები, ბინძური პოლიციელები, კორუმპირებული პოლიტიკოსები ყველა ცდილობს რაც შეიძლება მეტი წილი მიიღოს. და ყველაზე ქვემოც არიან ბავშვები. 12, 13 და 14 წლისები მათ იჭერენ რეგრურების ვიდეოებით, რომლებიც TikTok-ზე ან Instagram-ზეა განთავსებული. ბავშვები იარაღით პოზირებენ. უფროსი ბიჭები სქელი ბრილიანტის ბეჭდებით, რომლებიც დოლარის კუპიურების შეკვრებს აუზთან აწყობენ. ეს ვერ გატყუებს, აც არასდროს მოგიტყუებია. იმ ბავშვებიდან თითქმის არც ერთი არ გადარჩება, ან ციხეში აღმოჩნდება. არსებობს მიზეზი, რატომაც გეძახიან პოლიტოს დე კოლორეს, ფერად ციცილებს, რომლებიც ბაზარში იყიდება. საყვარელი, კაშკაშა, ჩვეულებრივ, სიბერემდე ვერ ცოცხობენ. სინამდვილეში ძალიან მაგრები არიან, ამბობს მიგელი. ისინი ოჯახივით გივლიან. უყურებ უზი. ის გაუჩერებლად ლაპარაკობს იმ მანქანაზე, რომელსაც ოდესმე იყიდის, დიდ ბოსზე, მულტიმილიონერზე, რომელიც მის მსგავსად ფერმაში გაიზარდა. კბილებს ისევ აჭერს, იღიმის, ზემოთ იყურება და ხუმრობს. მადლობა ღმერთს ამერიკელი მომხარებლისთვისო. დიდხანს ვერ გაძლებს ეს ზუსტად იცი. ქალი ქარხანაში მუშაობას 5:30-ზე ამთავრებს. ის თავის შვილს დეიდასთან აიყვანს. შემდეგ კი 6:20-ზე სახლში ბრუნდებიან. ეს ყველაფერი ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტის წყალის წყალობით იცი. ვიც არაფერი დაუშავო, ეუბნები მიგელს. მისი პასუხი დიდად არ გაძლევს ნდობის საფუძველს. ეს უზია. ვეცდები. მან იცის, რომ აქედან გაქცევა გინდა. ეს სახეზე გეწერება. ის ჯიბიდან ტელეფონს ირევს, ხილაკს აჭერს და შენს კალთაში აგდებს. გზას უყურებ, თან თვალს ეკრანზე აპარებ. ვიდეოა სკამზე მიბული თინეიჯერი. ის 18 წელზე მეტი ვერ იქნება. პივზე ლენტი ადებს. ერთი თვალი დასიებული აქვს, შიშით თავს აკნევს. ნიღბიანი, ხელთათმანიანი კაცი ჩნდება კადრში, ხელში ფურცელი უჭირავს, მოღალატე. ფურცელს ბიჭის კალთაში აგდებს და შემდეგ პატარა კონტეინერს იღებს. ბიჭი იკლაკნება. კაცი სითხეს თავზე ასხამს. ეს წყალი არ არის, კვამლი ადის. კანი წითლად იწვება. ის ტანჯვით იკლაკნება, ჩუმად ყვირის პირზე ლენტში. ძლივს ახერხებ გზაზე კონცენტრირებას. მეთამფეტამინი და ადრენალინი გულში გიცემს. მიგელი ტელეფონს უკან იღებს. სახეზე აქვს გამომეთვალება. ხომ გითხარი? მიგელი ამბობს. იმ ბიჭმა საქმე გააფუჭა. სულ ესა. ეხლა ხვდები? ხვდები. ეს საქმეა. დამორჩა. მერე თავისუფალი ხარ. უნდა წაიყვანო რენატა და იზაბელა და ქალაქიდან წახვიდე. სადმე შორს გადახვიდე, იქნებ მერიდაში. რენატას იქ ნათესავები ჰყავს, ტურისტებს ჰამაკებს ყიდიან. შენთვის არასდროს მოუყოლია მთელი ამბავი. ერთხელ მიანიშნა, რომ ისინი არალეგალურ საქმეებსაც აკეთებენ. ისინი დაკავშირებულები არიან. 6:15 საღამოს. მიგელი გაცდის შავ ბანდანას, რომ სახე დაიფარო. თვითონ წითელს იკეთებს. უზი ფეხებს შორის აქვს მოქცეული, კბები დაჭერილი. მარფლა აღფრთოვანებული ჩანს. გეუბნება, რომ ყველაფერი უნდა გადაიღო. გვერდზე გადაინაცვლებს, რომ სიკვდილის მომენტი გადაიღო. თავარი კადრი არ გამოგჩეს, იცინის. ჰონდა ქუჩაში გადის. მიგელის ხელი იკუმშება იარაღზე. მეორე კარის სახელურზე უდევს. ბიჭი პირველი გადმოდის, ქალი უკან მიხვება. მიგელი ქუჩაში გადახტება და რამდენიმე ნაბიჯს კარბის. სროლა იწყება, ტყუიები ყველგან სვივა. ქალი თითქმის მაშინვე ეცემა. ტელეფონს მაგრად უჭერ ხელს, ხელები გიგანკალებს და გიოფრიანდება. თვალებს ხუჭავ ცდილობ ხმა არ გაიგო. ის გზაზე წერს, ჯერ კიდევ მოძრაობს, შვიფან მიათრევს თავს. რადგან სასწაულით ბიჭს ტყუია არ მოხვედრია. მიგელი ისე ვისვრის, ტყუიები ქალის ხელში ხვდება. ქალი მოძრაობას წვეთს. ხელები ისე გიკანკალებს, ტელეფონი თითქმის გივარდება. უბრალოდ მანქანაში დაბრუნდი მიგელს ეუბნები. ის ბავშვს მაჯაში წუდება და მიათრევს. ბავშვი ხვირის და წიხლებს ურტყამს. რაღაც უნდა გააკეთო, რაც არ უნდა იყოს. თავს აკნევ. გატაცებაზე არ დაგთანხმები ხარ. ადგილიდან არ იძვრები. ბავშვი შეშინებულია, თვალები ფართოდ აქვს გახელილი, სახე გაფითრებული. ფარდები იხევა. ხალხი ნაპრიზებიდან იყურება, სისხლი ქუჩაში გუბდება. ამის გამო მოკლავენ დიეგო. ფიცუდებ მოკლავენ. ხრინწიანი ხმით ამბობს მიგელი. ბოლოს ბიჭს უშვებს. ის ქუჩაში ეცემა. მიგელი მანქანაში ისვრის თავს. შენ გას საწვევი და ქუჩიდან გარბი ხარ. როგორც კი უსაფრთხოდ ხარ, ბანდანას იხსნი. მიგელი გაბრაზებული და შეშინებულია. იცის, რომ სასჯელი მოდის. გეგმაც ყოველთვის ბიჭის წაყვანა იყო. ამას სულ აკეთებენ. ათასობით ასეთი გადაცებისა და გამოძალვის შემთხვევა ხდება ყოველ წელს მექსიკაში. უმეტესობა არასდროს ხდება ახალ ამბებში. ეს უბრალოდ მოლაპარაკების ბერკეტია. ვიღაცის სახელი გამოძიებიდან წაიშლება. ბავშვები ძვირფასი ვალუტაა და შენ ერთი დაკარგე. მიგელი ტელეფონს ამოწმებს. კიდევ ერთი ადვილია, სადაც უნდა წახვიდეთ. მანქანას ტოვებთ და ვიღაც, ვინც არასდროს გინახავს, გიღებთ. არავინ ამბობს სიტყვასაც კი. ის კაცი შენს სახლთან გაგიშებს და ის და მიგელი მიდიან. ის $500 არც კი გიფიქრია მოგეთხოვა. ძალიან ბევრი ადრენალინია შენს წარღვებში. რენატა შენს სახეზე შიშს მაშინვე ამშნევს როგორც კი შიგნით შედიხარ. ჯერ კიდევ კანგალებ. ეუბნები რომ ჩაალაგოს. დღეს ღამით მიდიხართ. უფრო უსაფრთხოა თუ არაფერს ეტყვი. ბნელდება. ფარდებს მიღმა ქუჩას აკვირდები. ფარების გამოჩენას ელოდები. ტელეფონი არ დარეკილა. შეტყობინებები იყო. ყველაფერი გააკეთე, რაც გთხოვეს. ყველაფერი და მათ ვიდეოს ჯერ კიდევ შენს ტელეფონში ინახავ.
რენატა სიახლეებს უყურებს. ქალი სასტიკად ჩაცხრილეს ქუჩაში, იმ ადგილთან ახლოს, სადაც დილით მორიგეობის გარეთ მყოფი პოლიციელი მოკლეს. ის მისი მკვლელობის მოწმე იყო. კარტელის საქმეა. გამონძიებლები ამბობენ, რომ ავტომატური იარაღი გამოიყენეს და დღისით ეს იყო აღსრულება, გზავნილი. დეტექტივი კამერასთან ამბობს, რომ მოწმეების დაშინება არ იმუშავებს. ის ცდება, მუშაობს, ყოველთვის მუშაობს. რენატა ნელა აბრუნებს თავს და გიყურებს. შენს სახეზე ხედავს ყველაფერს. უბრალოდ თავს აკნევ, მერე აუხსნი, ეხლა არა. ერთჯერადი ტელეფონი ზუზუნებს. მოდი დაიღე შენი ანაზრაურება, კოორდინატები ქვემოთაა, იქნებ ტყუილად ნერვიულობ, იქნებ უბრალოდ პარანოიკი ხარ. მიგელი შეიძლება ცდილობდა ბიჩის გატაცებას, რომ კარტელზე შთაბეჭდილება მოეხდინა. აშკარად სწორად არ ფიქრობდა. თუ გატაცება იყო გეგმა, შენ გეტყოდნენ არა? მაგრამ რატომ დასჭირდა ასე დიდი დრო შეტყობინების გაგზავნას? მიგელი მანქანაში დაბრუნებისას მართლა შეშინებული ჩანდა. რენატა არაფერს გააკეთებს, სანამ ყველაფერს არ გაიგებს. ამიტომ ყველაფერს უხვევი. ის ისეთ სუდად არ რეაგირებს, როგორც კი ეშინოდა. საერთოდ არ უნდა წასულიყავი დილით. ამას უთვალავჯერ გითხრა, მაგრამ დანარჩენი შენი ბრალი არ არის. კვირილის ნაცვლად ხელებს გხვევს. თირილი გინდა, მაგრამ ცავს იკავებ. გეგმები გაქვს დასაგეგმავი. რენატა რამდენიმე ზარს აკეთებს. მისი ნათესავი მერიდაში იცნობს გარკვეული ტიპის ხალხს. არა კარტელებს, არამედ ოჯახურ ქსელს, რომელიც ადამიანებს საზღვარზე გადაჰყავს. არც ნარკოტიკები, არც ძალადობა, უბრალოდ კონტრაბანდულად გადაყვანა. ტელეფონს თიშოს. $10,000 თქვენ ორისთვის, კიდევ 2,000 იზაბელასთვის. შეერთებულ შტატებში ვალს შრომით გადაიხდით. მარშრუტი, რომელიც კარიდან კარამდე გვირაბით მიგიყვანთ უსაფრთხო სახლში სადღაც კალიფორნიაში. $12,000. ეს საკმაოდ იაფია, ესეთი საშიში საქმისთვის, განსაკუთრებით ბავშვებთან ერთად. ისინი ამას მეგობრობის გულისთვის გააკეთებენ, თუ წინასწარ ცოტაოდენ ფულს გადაიხდით. რენატა ხოკმანავს და შემდეგ აღიარებს, რომ ბები საქორწინო ბეჭედი დამალა. ის მას ინახავდა, როცა დაქორწინდებოდი. ალბათ მინიმუმ $800 ღირს. და შენ გაქვს დაახლოებით $170 ნაღდი ფული. თითოეულს ერთი ჩემოდანი და პატარა ზურგჩანთა გაქვთ, იზაბელა რენატას ხელშია, კარს აღებ და ქუჩას ამოწმებ. სუფთა. საზღვრამდე მგზავრობისას არავინ ლაპარაკობს. დაახლოებით 2 საათიანი გზაა. მოხუცი, რომელიც მანქანას მართავს, საკუთარ თავს არც კი წარადგენს. შუაღამეს უახლოვდება, როცა გზატკეცილიდან გადავხვევთ და ისეთ ადგილას შედიხართ, რომელიც სამრეწველო პარკს გავს. იქ მიტოვებული ქარხანაა. კაცი კარიბჭესთან გაჩერებთ. სიბნელიდან კიდევ ერთი მამაკაცი გამოდის. მას ქარხნის უკანა მხარეს მიყვებით და ვიწრო მიწის გზაზე გადიხართ. ის მუხლებზე ეშვება, ხმელი ტოტების კონას გვერდზე სწევს. ქვეშ ხვრელია, რომელიც მეორე მხარეს გადის. თქვენ დაიხარეთ. იზაბელამ კერძზე მჭიდროდ მიიკარით და გვირაბში ჩადიხართ. იქ ბინძური და ვიწროა. ჭერიდან მიცა იზაბელას ეხლა გლირაბი 6 ფუტის სიმაღლისაა, გამაგრებულია ხის პოძებით, კედლებზე სამშენებლო ნათურებია. ვენტილაციისთვის ძველი ვენტილატორია დამონტაჟებული. შორს ბოლოში კიბე მრგვალ მეტალის ფირფიტასთან ადის. ზემოთ ბნელი ფიგურა დგას და ფირფიტა საჭერით ხსნის. თქვენ ადიხართ ზევით, მეორე მხარეს სიბნელია, უბრალოდ ცარიელი სივრცეა. გამოდიხართ და პირველად სუნთქავთ ჰაერს, შეერთებულ შტატებში. ჰოლა, რენატა და მიგელი. თავს ცოტა უკეთ გძნობთ, რადგან იცით, რომ მას თქვენი სახელები აქვს. რენატას ნათესავებმა მართლაც დაგეხმარნენ. დიდი ვალი გაქვთ მათთან. კუთხეში მანქანა გელოდებათ. იზაბელა გზის უმეტეს ნაწილს ძინავს, მხოლოდ ერთხელ იღვიძებს საჭმელად. საზღვრის განათებები უკან ქრება, მექსიკა უკანასარკეში ნელ-ნელა ქრება. რენატა ამთქნარებს და იზაბელას თქვენს ხელებში გადმოგცემთ. ის თვალებს ხუჭავს, მაგრამ თქვენ ვერაფრით დაიძინებთ. სანამ თქვენი ოჯახი 4 კედელს მიღმა უსაფრთხოდ არ იქნება. თქვენ აგზელებთ ჩრდილოეთისკენ სლას. ორივე მხარეს უსასრულო სიცარიელია. შემდეგ კი ბენზინგასამართი სადგურები ან სათხოვები, სადაც უსაფრთხოების განათებები ცარიელ სადგომებს ანათებს. ხანდახან ქედზე, ავტობანის ზემოთ, სასაზღვრო პატრულის SUV-ს ხედავთ. ფანჯრები შავადაა დაფარული. ლოცულობთ, რომ არავინ გაგაჩეროთ. თუ უკან გაგაბრუნებენ, მკვდარი ხართ. ალბათ. ეხლა წამლების მოქმედება იკლებს. მარფლა იწყებთ ფიქს. ხომ არ არის ეს შიში, პარანოია. მაგრამ თუ ასეა, რატომ არავინ დაგიკავშირდათ? აგძელებთ სვას უფრო ჩრდილოეთით. ზღოლი ხშირად დახურებს ტელეფონს. მერე კი სწრაფად გადმოგხედავთ გვერდიდან. თვალებში უყურებთ. არაფერია, ამბობს ის. თითქმის მივედით. თქვენ კი არც კი იცით, სად მიდიხართ. კაცი გზატკეცილიდან გადაუხვევს გზაზე, რომელიც მთის გზას გავს, ორივე მხარეს სქელი ტყეა. რენატა იღვიძებს და იზაბელას კითხულობს. ის აქამდე შესანიშნავი იყო, მთელი გზა ეძინა. დაღრილობის ტალღა გეცემათ. ფანჯარას ჩამოწევთ, რომ სუფთა ჰაერი ჩაისუნთქოთ. ჰერია გრილია, სადაც არ უნდა იყოთ. ძალიან ლამაზია. ფიჭვის სუნია. ყველგან ხეებია, თითქოს კილომეტრებზეა გადაჭიმული. არასდროს გიფიქრიათ, რომ კალიფორნია ესეთი მწვანე და მშვიდი იქნებოდა. მძღოლის სიჩქარეს ანცირებს. გვერდით ჩაულით მიტოვებულ ავტოფარეხს და ხის ქოხის ნანგრევებს, რომლებიც ხრეშის ბილიკის დასაწყისშია. ქვები საბურავების ქვეშ ჩყაპუნებს, ფარები ხეებს ანათებს. კუთხეს უხვევთ და გზა თითქოს მთავრდება. აქ არაფერია. ეს სწორად არ გეჩვენებათ.
მძღოლი გრძნობს თქვენს დაბნეულობას. გეუბნებათ, რომ ლოს-ანჯელესთან ახლოს ხართ. პოლიციის ბლოკპოსტები მთელ რეგიონშია გაფანტული. უსაფრთხო არ არის. უნდა დაიმალოთ ამ ღამით და ღამი ქალაქში წაგიყვანენ. მიგითითებთ რაღაც ძველ ბეღელს, ითებთ რაღაც ძველ ბეღელს. მანქანიდან გადმოდიხართ, სრული სიბნელეა. ტელეფონის ფარს ანცევთ, საბარბულიდან შემოდანსირებთ და ბეღლისკენ მიემართებით. რენატა მოყვებათ, იზაბელა კი ახლა იღვიძებს თავის საბანში. მისი ბუტბუტი ერთადერთი ხმაა, გარდა ხეების ტოტებისა, რომლებიც ქარში ირხევა და თქდება. კარი მძიმეა, მძღოლს უკან უყურებთ. ის ტერიტორიას ათვალიერებს და თავს გიკრავთ. კარს აძრავთ და შიგნით შედიხართ. ზემოთ იყურებით. სახურავის ნახევარი აკლია. შიგნით სარეველები და ბალახი იზრდება. რენატა იზაბელას სკამზე აწყობს და სინათლეს ეძებს. ტელეფონით სიბნელეში უჩინარდება. მძღოლი თქვენ უკან შემოდის. ჰაერი იცვლება. კელზე სიგრილეს გრძნობთ. ჩუჩო შეტყობინებას აგზავნის. ის ხრენს. ჩუჩო, ის ტელეფონს სახესთან გიჩერებთ. თქვენი ფოტო დილით. Toyota-ს უკანა სავარძელზე. პირველად რენატას ესვრის. ვერაფერს ხედავთ. მხოლოდ იარაღის ცეცხლის ალი და შემდეგ ხმა, როცა ის ძირს ეცემა. გაქცევასაც კი არ ცდილობთ. არ ებძვით. უბრალოდ აგებთ. ისინი იმარჯვებენ. ყოველთვის იმარჯვებენ. მძღოლი ტელეფონში წერს. რას უყო ბავშვს? იზაბელა ჩერის ხველიდან ვასკლოვებით მოჭედილ სასუყურებს. მისი პატარა თითები ჰაერში იწევს და ცდილობს დაიჭიროს. საზღვრის იქით ჩუჩო ჯერ კიდევ ფხიზლადაა. მისი ცოლი და შვილი გვერდით ოთახში ძველ მატრასზე ძინავთ. რეკრუტირება, ბავშვების მართვა. ეს საქმე კარგად არ ანაზღაურდება, მაგრამ დღევანდელი დღის შემდეგ ის აუცილებლად დაწინაურდება. მისი ტელეფონი ზუზუნებს. შეტყობინებაა ბავშვის შესახებ. არ პასუხობს. ბავშვს ნიშნავს ნიშნულობა არ აქვს. ნიშნულობა მხოლოდ იმ ბიჭის ტელეფონს აქვს. ჩუჩო WhatsApp-ის გრძელი შეტყობინებების ხაზს ათვალიერებს. პოულობს იმას, რასაც ეძებდა. სებასტიანი, ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ესაუბრებოდა და რეკრუტირების ვიდეოებს უგზავნიდა. სებასტიანი მზადაა, ის მზადყოფნაშია. ჩუჩო შეტყობინებას წერს. დილის 7 საათზეა დაგვიანო. ეხლა გადადი და ნახე, რატო არ ანადგურებს მექსიკა კარტელებს, რომ ნახო, რამდენად ძლიერები არიან ისინი. ან დააცკაპუნე ამ ვიდეოზე.